სამი რამ, რაც არ უნდა გააკეთო თუ ხარ დამწყები მხატვარი. პირველი, ნუ დახატო მხოლოდ იმას, რაც მოგწონს და მარტივია. ეცადე გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და ხატო სხვადასხვა ობიექტები. ასევე სინჯო ახალი ტექნიკები. ნუ იქნები შენი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული და არასოდეს არ შეადარო შენი ნახატები პროფესიონალი მხატვრების ნახატებს. ძალიან ხშირად, როცა ჩემი მოსწავლეები აკეთებენ სხვადასხვა ცნობილი მხატვრების რეპლიკებს, შემდეგ ადარებენ ხოლმე და წყინთ, რომ ისეთი იდეალური არ გამოვიდა, როგორც ვთქვათ, ამა თუ იმ მხატვრის ნახატია. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი შეცდომაა, რაც ძალიან დაგთრგუნავთ და აღარ მოგინდებათ შემდეგ საერთოდ ხატვა. ამიტომ არ შეადაროთ სხვებს, თქვენი ნახატები შეადარეთ მხოლოდ თქვენ საკუთარ ნახატებს. შეგიძლიათ ამისთვის დააწეროთ თარიღები და ნახოთ ერთ კვირაში, ორ კვირაში, სამ კვირაში როგორი წინსვლა და დინამიკა გაქვთ. არასოდეს არ დახატოთ იმისთვის, რომ Facebook-ზე ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში დაგიწერონ ლაიქები. ვთქვათ, დამთვალიერებელს მოწონს სხვა სტილი, თქვენი სტილი არის სულ სხვა და შემდეგ ცდილობთ ხოლმე მოერგოთ იმათ გემოვნებას და ამით იკარგოთ თქვენ თავს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ არასოდეს არ იყოთ ლაიქებზე დამოკიდებული. ხატეთ ის, რაც გინდათ, რაც მოგწონთ და რაც ნამდვილად გულიდან მოდის. თუ თქვენზე ძალიან მოქმედებს, ვთქვათ, სოციალური ქსელის ლაიქები, ჩემი რჩევა იქნება, რომ დროებით საერთოდ არ დადოთ თქვენი ნახატები, ხატეთ თქვენთვის ის, რაც ნამდვილად თქვენია და ნამდვილად მოგწონთ და როცა უკვე სერიასავით გექნებათ ასე ვთქვათ 10-15 ნახატი, შემდეგ ანახეთ უკვე თქვენს გამომწერებს თქვენი ნამუშევრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან დაკვირვებული ვარ, რომ ძალიან ბევრი მხატვარი თავს კარგავს ხოლმე, იმიტომ რომ ერგება მაყურებლის გემოვნებას და შემდეგ თავის თავსაც იტყუებს და მაყურებელსაც ატყუებს, რაც ძალიან დიდი შეცდომა. თუ გინდათ რომ შექმნათ ნამდვილად რაღაცა უნიკალური და თქვენი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ხატეთ მხოლოდ ის, რაც თქვენ მოგწონთ და რაც ნამდვილად თქვენია.